დონალდ ტრამპი იმ ქვეყნების დასახელებასაც კი ვერ იმახსოვრებს, რომლებიც მისი თქმით ერთმანეთთან შეარიგა. სომხეთს ალბანეთს უწოდებს, აზერბაიჯანს კი ებერბაიჯანს. საინტერესოა, როგორ უნდა შეასრულოს მან მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტის როლი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაფორმებული დეკლარაციის დროს იკისრა. დაფიქრდით, ჩვენ აბერბაიჯანსა და ალბანეთს შორის არსებული კონფლიქტი დავასრულეთ. ომი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და არც არასდროს დასრულდებოდა. თუ გახსოვთ, ამ ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ კონფლიქტის მოგვარებას. თუმცა ისინი ჩემს კაბინეტში დასხდნენ და პრობლემაც გადაიჭრა. როცა ტრამპს ამის შესახებ Fox-ის ეთერში ჰკითხეს, მან თემა შეცვალა და ტრაბახი დაიწყო იმ კონფლიქტებში თავისი როლით, რომლებსაც რუსეთთან არაფერი აქვს საერთო. როგორც იცით, მე 7 ომი მოვაგვარე, მოუგვარებელი ომები. მათ შორის ომი აზერბაიჯანსა და ალბანეთს შორის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები ჩემს კაბინეტში შევკრიბე და უთხარი: ბიჭებო, მოდით შევრიგდეთ, მოდით ერთმანეთს ჩავეხუტოთ და პრობლემა მოვაგვაროთ. არ მინდა ომების თემაზე ვიხუმრო, მაგრამ იქნებ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრმა ადამიანმა ამ ომს მოუგვარებელი უწოდა, შეიძლება სწორედ ისაა და ეს გეოგრაფიის სტუდენტებმაც კი იციან, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთისგან ძალიან შორს იმყოფებიან. სინამდვილეში ისინი ისევე შორს დგანან ერთმანეთისგან, როგორც წარმოსახვითი სკამები ტრამპის ისტორიაში. ისინი ძალიან შორს ისხდნენ ერთმანეთისგან. ერთი სკამი აქ იდგა, მეორე იქ. იქნებ ეს იყო პრობლემა. იქნებ იმდენად შორს იყვნენ ერთმანეთისგან, რომ ერთმანეთის ხმაც კი არ ესმოდათ. ალბანეთი ეძახდა: "რატომ ხარ ჩვენზე გაბრაზებული?" აზერბაიჯანი პასუხობდა: "შენ ხარ ჩვენზე გაბრაზებული." ისევ ალბანეთი: "არა, შენ ხარ გაბრაზებული." როგორც აღმოჩნდა, ტრამპს ალბანეთი არმენიაში ეშლებოდა, რადგან ორივე ქვეყნის დასახელება EIT იწყება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.